ოვალურ კაბინეტში მომხდარი სკანდალური ინციდენტის შემდეგ ამერიკა უკრაინა ურთიერთობის გადატვირთვისთვის ემზადება. გაუგებრობის გარკვევას ოფიციალური კიევი და ვაშინგტონი საუდის არაბეთში შეეცდებიან. შეხვედრა 11 მარტს შედგება. თქვენ იცით, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ წერილი გაუგზავნა პრეზიდენტ ტრამპს. პრეზიდენტმა ტრამპმა ეს ჩათვალა პოზიტიურ ნაბიჯად. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები უკრაინელებთან შეხვედრის კოორდინირებაზე, რომელიც გაიმართება ერიაში, ან შესაძლოა ჯიდაში, მაგრამ ეს იქნება აუცილებლად საუდის არაბეთი. იდეა მდგომარეობს იმაში, რომ შევიმუშაოთ სამშვიდობო შეთანხმებისა და ცეცხლის საწყისის შეწყვეტის ჩარჩო. ზელენსკისა და ტრამპი ვენსის კამათმა უკრაინულ-ამერიკულ სამშვიდობო მოლაპარაკებებს დარტყმა რომ მიაყენა, ამასაც რუსეთისა და უკრაინის საკითხებში დონალდ ტრამპის მრჩეველი უარყოფს. კიტ კელოგის განცხადებით, შტატების მიერ კიევისთვის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარების შეჩერებაც ზელენსკის პასუხისმგებლობა, რადგან მან ამერიკული დახმარება სათანადოდ არ დააფასა. გულწრფელად რომ გითხრათ, მათ თავად გამოიწვიეს ეს. არ უნდა ეცადო შეეწინააღმდეგო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ოვალურ კაბინეტში. პრეზიდენტმა ტრამპმა ნათლად განაცხადა, რომ ყველა ვარიანტი განიხილება ამ ომის დასასრულებლად. ახალი მიდგომა რუსეთთან მიმართებით ითვალისწინებს ურთიერთობის გადატვირთვის აუცილებლობასაც. უკრაინის ომის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართვისთვის ძალისხმევას არიშურებს ევროპა. ევროკავშირმა პროცესში მონაწილეობის სურვილის მორიგ დასტურად ბრიუსელის სამიტზე მიღებული დოკუმენტი გამოაქვეყნა, სადაც ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებში ევროკავშირის ჩართულობის აუცილებლობაზეა საუბარი. ევროპა უკრაინას ფინანსურ დახმარებასაც გამოუყოფს, თუმცა ამ საკითხებში ევროპა ერთსულოვანი არ არის. ვფიქრობ, ევროკავშირი იზოლაციაში იქცევს თავს. ის იზოლირდება შეერთებული შტატებისგან, ჩინეთისგან სავაჭრო ომის გამო, რუსეთისგან სანქციების გამო. თუ დღეს ვინმეა იზოლირებული, ევროკავშირია და არა უნგრეთი, რომელსაც ურთიერთობა აქვს შეერთებულ შტატებთანაც, ჩინეთთანაც და რუსეთთანაც. ჩვენ არავისგან ვართ იზოლირებული. ევროკავშირის ლიდერების სამიტი კომენტარის გარეშე დატოვა უკრაინის პრეზიდენტმა. მოკავშირეებს კი სოციალური ქსელით მიმართა და მოუწოდა, რომ რუსეთი აიძულონ ომის შეწყვეტას, თუმცა ევროპას სხვა გეგმა აქვს. ემანუელ მაკრონი კონტინენტზე უსაფრთხოების ბირთვული ქოლგის შექმნას გეგმავს. საფრანგეთის პრეზიდენტი აღნიშნული ნაბიჯების გადადგმას რუსეთისადმი ნდობის არ ქონას უკავშირებს. ჩემი შეთავაზებაა, რომ ბირთვული შეკავების იდეით დაინტერესებულ წევრ სახელმწიფოებს შორის სტრატეგიული დიალოგი დავიწყოთ. ამ საკითხზე რამდენიმე კოლეგასთან ვისაუბრე. ახლა ის ეტაპია, რომ თემა ტექნიკურმა სპეციალისტებმა შეისწავლონ. გსურს რამდენიმე თვეში შევაფასოთ, რამდენადაა შესაძლებელი თანამშრომლობის ახალი ფორმების შექმნა. რუსეთიდან მომდინარე საფრთხის გათვალისწინებით, მიუხედავად იმისა, თუ რა მოხდება უკრაინაში, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ საკუთარი თავდაცვითი პოტენციალი. მაკრონის ბირთვულ რიტორიკას ტრამპის სრულიად განსხვავებული ბირთვული განიარაღების იდეით პასუხობს. შტატების პირველი პირი გეგმავს, რომ რუსეთი და ჩინეთი განიარაღებაზე დაითანხმოს. ოვალური კაბინეტიდან ამერიკის პრეზიდენტი ნატოსაც აკრიტიკებს და ამბობს, რომ თუ ისინი არ გადაიხდიან, ამერიკა ალიანსს აღარ დაიცავს. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვენ დიდი წინსვლა გვაქვს უკრაინასთან და რუსეთთან მოლაპარაკებებში. შესანიშნავი იქნება, თუ ამ ომს დავასრულებთ და ბირთვული იარაღზე აღარ ვისაუბრებთ და საერთოდაც თუ ყველა უარს იტყვის ბირთვული იარაღზე. ჩვენ და რუსეთს გვაქვს ყველაზე მეტი ბირთვული იარაღი. ჩინეთიც დაგვეწევა ალბათ 4 წელიწადში. კარგი იქნება თუ კი ბირთვულ განიარაღებას შევძლებთ, რადგან ბირთვული იარაღი წარმოუდგენელი სიმძლავრისაა. მე ძალიან ცოტა მაკლდა, რომ რუსეთთან ბირთვული განიარაღების პროგრამაზე შევთანხმებულიყავი. მე ჩინეთის პრეზიდენტსაც ვესაუბრე მაშინ და ისიც მოხარული იყო ამ ინიციატივით. თუმცა შემდეგ იყო გაყალბებული არჩევნები და დაუბრუნდით 4 წლის შემდეგ. მე მზად ვარ ბირთვულ განიარაღებაზე მოლაპარაკებები გავაგრძელო. სანამ სამშვიდობო მოლაპარაკებების შედეგს გამოიღებს, დონალდ ტრამპი პუტინს ახალი სანქციებით ემუქრება და რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური საბანკო სანქციებისა და ტარიფების დაწესებას განიხილავს. რუსეთი კი უკრაინის ქალაქებზე იერიშებს აგრძელებს.